პარტიების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლების გაუქმება, შეკრების თავისუფლების გაუქმება, მილიციები მეტროს შესასვლელებთან პირბადეების დაპატიმრება, გავსებული ციხეები, ეს არის მოცემულობა 28 ოქტომბრისათვის. მძიმე მოცემულობაა ძალიან. შესაბამისად, აქედან გამოსავალთან დაკავშირებით როცა ვშელობთ, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს რაღაც პოლიტიკური ფლანგი როცა ამაზე ლაპარაკობს, ხშირად რაღაც დამაჯერებელ ვერსიებს ვერ ვისმენთ ხოლმე. როგორი არის ამ ეტაპისათვის თქვენი ხედვა? უშუალოდ აი ამ ძიმე სიტუაციაში, მათ შორის პარტიების აკრძალვაზე როცა არის საუბარი, თქვენც აკრძალავენ სავარაუდოდ, ხო? და შესაბამისად ამ ვითარებისთვისაც როგორ აპირებთ გადაჯგუფებას? მოგესალმებით ივანიშვილის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იმის აღწერა ზოგადად რეალურად სადوارთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მაინც საზოგადოების ნაწილს ცდილობს რომ დააჯეროს რომ ის არის რაღაც ქართველობის ტრადიციების, ქართული იდენტობის ყველაზე აქტიური დამცველი. ამიტომ პროტესტის გაფართოებისთვის მათ შორის რაც მე პირველი ნაბიჯი მგონია მინიმუმ იმისთვის რომ იქეთ ფლანგზე არსებული ადამიანები თუ აქტიური მხარდამჭერები არ გახდებიან ამ წინააღმდეგობის მოძრაობის მინიმუმ პოლიტიკურად არააქტიურები გახდნენ ესე ვთქვათ და შედარებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ მნიშვნელოვანი აუხსნათ რას ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის სინამდვილეში რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა, მრავალპარტიულობის, ზოგადად პოლიტიკის აკრძალვა, შეკრებისა და მანიფესტაციების აკრძალვა, გაერთიანებების აკრძალვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წართმევა სინამდვილეში არის უმთავრესი ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა და მე შეხსენებისთვის ვიტყვი რომ ეს თუ ჩვენ უახლოეს წარსულში ვინმემ წაგვართვა ეს პრინციპები, ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციურად გარანტირებული და გამყარებული ეს იყო საბჭოთა რუსეთი. და ზუსტად თუ პრინციპების დონეზე შევხედავთ, რას ებრძვის დღეს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ზუსტად იგივე პრინციპები, იგივე ჩანაწერები კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენ მაშინ 1921 წლის ოკუპაციის დროს სამწუხაროდ დავკარგეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ გვქონდა პირველი მრავალპარტიული საყოველთაო არჩევნები, მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო, კონსტიტუცია, რომელსაც უწოდებდნენ მათ შორის გერმანელი მეცნიერები და პოლიტიკოსები, რომ ის იმ პერიოდში უკვე დროს ასწრებდა, რადგან ბევრი დასავლური სახელმწიფო რომელიც ერთ-ერთი პირველი კონსტიტუცია იყო, რომელიც ხადია და თან ბევრი დასავლური სახელმწიფო ნატრობდა იმ უფლებებზე, რაც იქ იყო. იქ იყო უფლებები მთავრობის ნება და ურთულოდ შეკრებების და გაერთიანებების შესახებ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მრავალპარტიულობა, ანუ ის რაც სინამდვილეში რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს, ხო? ის რაც სინამდვილეში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წარმომადგენლობით მართლობაში, როდესაც საკუთარ ნდობას გადასცემენ ადამიანს და ასე ახორციელებენ იმ ჩემი აზრით ბუნებით და მათ შორის კონსტიტუციით გამყარებულ უფლებას, რაც ნიშნავს ადამიანების მიერ საკუთარი ძალაუფლების განხორციელებას. ანუ ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში მიდის იმ გზაზე, რა გზაზეც ვიღაცა შეიძლება უტრირებულად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ჩავხედავთ ასია, რა გზაც ჩვენ გავიარეთ იმ პერიოდში საბჭოთა ოკუპაციის დროს და შემდეგ რაც ჩვენ დავიბრუნეთ არასრულფასოვნად ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისევ ბიძინა ივანიშვილთან მოგვიწია ბრძოლა იგივე პროპორციული არჩევნების დასაბრუნებლად და მათ შორის გიორგი გახარიასთანაც, რა გზაც ჩვენ გავიარეთ. მეორე ნაწილი არის ის, რომ ადამიანებმა არ უნდა შეხედონ ამას ისე, რომ თითქოს ნიკა ფაროლოვას აკრძალავენ მის პარტიას, მის კოალიციას ან სხვა პროდასალურ პოლიტიკურ ძალებს. ბიძინა ივანიშვილის ცესკოს დათვლებითაც კი უკანასკნელ არჩევნებზე 800,000-მდე ადამიანმა მისცა ხმა არ მიყვარს ერთ სიტყვა, მაგრამ რადგან ბოლო შედეგები ასე იყო, იმ 4 პარტიას ვინც ბარიერი გადალახა, ხო? და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი ამ 800,000-მდე საქართველოს მოქალაქეს, ანუ სრულწლოვნების თითქმის ნახევარს ეუბნება, რომ მე თქვენ გაუქმებთ. აქ პარტიებს კი არ აუქმებს, ამ ადამიანებს ეუბნება, რომ როგორც მინიმუმ ისინი ხო აღიარებენ, რომ ამდენმა ადამიანმა დიახ, ამიტომ აღნიშნე, რომ მათივე ცესკოთაც ამდენმა მოგცათ ხმა, ეს ბევრია, ხმა ყოფილები იყავით. ხო, და ანუ ეს ამდენ ადამიანს აღარ აქვს უფლება. და ანუ ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მე თქვენ გაუქმებთ. აქ არის ასევე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამბავი ისიც, რომ რაღაცნაირი ბოროტი ირონია, რომ რიმა ბერიძე, რომელიც იყო კომპარტიის რაიკომის წარმომადგენელი და ასევე გია ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი, თან მაშინ როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აქტიურ ფაზაში იყო და 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო, ამ პერიოდში ეს ადამიანები პარტიას მიტმასნილები იყვნენ კომპარტიას და დღეს ეს ადამიანები მაშინ 9 აპრილის დემონსტრაციებში ახარაძის რაიონის მეორე მდივანი იყო მგონი.
მესამე მე მგონი. და ეს ადამიანები მაშინ ეროვნული მოძრაობის წევრებს ვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას სხვებს ეძახდნენ, მათივე ხელით იყვნენ აკრძალულები, იმიტომ რომ ისინი ამყარებდნენ მაშინ სისტემას და მათ ეძახდნენ არაფორმალებს, ექსტრემისტებს, რადიკალებს, ბენზინიანი ბოთლებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს. ხო, ნაცნობი რიტორიკა, ანუ ერთ და იგივე ადამიანები, რომლებმაც თავშესაფარი მაშინ წითელი პარტიის ქვეშ იპოვეს, დღეს იპოვეს უბრალოდ ლურჯი პარტიის ქვეშ და ცდილობენ რაღაც იმ მანკიერი რუსული ტოტალიტარული პრინციპების დაბრუნებას და ამით ერთპარტიული ტოტალიტარული სისტემის გამყარებას და აქ რაღაც სოციალურ კიბეზე კლასიკური მცოცავების სტილში ისევ რაღაც ამ იერარქიაში საკუთარი სტატუსის შენარჩუნებას. ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებენ იმის ხარჯზე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ართმევენ წარსულს, აწყოსა და მომავალს. ხო, ერთი, მეორე და მესამე ჩემი აზრით დამოუკიდებლად უბრალოდ არ არსებობს. ისინი გვართმევენ წარსულს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გაგვიკონტროლონ მომავალი. აქ თავარი რაც არის და რაც ჩემი აზრით გასათვალისწინებელია, სინამდვილეში ამის უბრალოდ ფორმალიზება ხდება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ანუ ადამიანებს ეუბნებიან, ადამიანები, რომლებიც ისედაც აკრძალულები არიან ფაქტობრივად, მათ შორის ის მოქალაქეები, ვინც ჩვენ ამ შემთხვევაში ნდობა გამოგვიცხადეს, მათ უთხრეს, რომ თქვენი აზრი უკვე საკანონმდებლო დონეზე დეკლარირებულად ჩვენთვის იქნება მიუღებელი. და აქ რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ თუ იქნებით ერთად, თუ იქნებით მტკიცენი. რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? აი მივდივარ აქამდე. პირველი რაც მე მგონია მნიშვნელოვანი არის, რაც უნდა დაუპირისპირდეს, ეს არის დაყოფის ნაცვლად მეტი შეხების წერტილების პოვნა ერთმანეთთან. იმიტომ რომ სინამდვილეში ისე თვითარებაში აღმოჩნდით და აღმოჩნდებით, რომ საბოლოო ჯამში ყველა მაინც ერთ ნავში მოვექცევით, ნავში რომელიც თუ მივანაპირამდე საბოლოო ჯამში ეს ქვეყანაც გაიმარჯვებს და ჩემი აზრით ეს ზუსტად ასე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ აი ეს დაყოფა გავაგრძელოთ და მათ შორის ოღონდ ამ დაყოფაში არ გულისხმობ იმ და იცი თქვენ ჩემი დამოკიდებულება სადღეგრძელობის დონის ერთობაზე საუბარს, არამედ პრინციპებზე შეთანხმებას იმაზე რა არის თამაშის საერთო წესები, რომელიც იქნება ყველასთვის აზიარო, რომელსაც ექნება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რომელსაც ექნება მათ შორის გამყარებული ის, რომ ჩვენ სიტყვას დავიცავთ და ამაში გულისხმობ როგორც პროპაგანდასთან ერთობლივ ბრძოლას, გულისხმობ მათ შორის ერთობლივად წინააღმდეგობის მოძრაობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას და რაც თავარია ალტერნატივის ჩვენებას ადამიანებისთვის ყველაზე მყარად და მკაფიოთ, რომ ჩვენ მინიმუმ შეთანხმება შეგვიძლია და ამ შეთანხმების საფუძველზე უკვე ალტერნატიული მომავალი საქართველოს შესახებ მინიმუმ საუბარი და ამის ჩვენება შეგვიძლია მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვლიან, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს ამ მოძრაობაში. ხო. აი ადამიანები, ვინც ვერ ხედავენ საკუთარ თავს ამ მოძრაობაში, ეს ახსენე და ეს ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან მსმენია, ბევრი წარმომადგენლისგან, რომ აი მათი ამოცანა არის სწორედ მათთან საუბარს. ხო, შორს აი ლელოს წარმომადგენლები საკუთარ და გახარეს პარტიისაც საკუთარ ამოცანად არჩევნებში მონაწილეობის ამბავში ერთ-ერთ ამოცანად ასახელებდნენ ამას, რომ აი ჩვენი მიზანია, რომ აი გავწვდეთ ამ რაღაცა რუსთაველის პროტესტს ამ გაგებით, რომ მივიდეთ ადამიანებთან, რომლებიც რამდენი წარმატებულები იყვნენ, ეს სხვა თემაა. ალბათ არა. მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ ამ ნაწილს? გააქვთ შესაძლებლობა ახლა რომ აი მიხვიდეთ, გაცდეთ ამ პროტესტის ამ დინამიკას და ასევე როცა ვლაპარაკობთ ერთობაზე, აი ბოლო აქცია რაც რუსთაველს გაიმართა 26-ში, ხო? ინტერპარტიულად ორგანიზებული, ხო? რა ფორმატი არის ეს? აი ამასთან დაკავშირებით რომ გუყვეთ. გაცდა ეს რაღაცა ჯგუფ WhatsApp-ის ჯგუფის ფარგლებს თუ ისე მანდარი? კი, პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ თუ ჩვენ მოქალაქეებთან საუბარზე ვსაუბრობთ ამის ტექნიკურ, ეს ვთქვათ, მათ შორის სტრატეგიულ ნაწილზე, ჩვენ ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში ლეო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარიას, ეს თქვენ მიდგომა არასწორი აღმოჩნდა და ეს რაღაცნაირად გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, იმიტომ რომ 200.000 ადამიანმა მათივე ამორჩეულმა უარებთ, როცა ჩვენსავე ამორჩეულს და მხარდაჭერს კარგავ, იქ უკვე გაფართოებაზე და ახალი ადამიანებით, ეს ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებაზე უკვე საუბარი ზედმეტია, ხო? თან რაღაცა 90.000 ხმა, რომელიც იყო სინამდვილეში იყო იმაზე ნაკლები, ბევრად 200.000-მდე ხმა დაიკარგა. ანუ ხო, ეს წრე სინამდვილეში უნდა გაირღვეს და დასრულდეს, რომ ამ მექანიზმით ჩვენ შევძლებთ საუბარს ადამიანებთან, ხო? ვერ შეძლეს და უკვე შედეგი გამოიყო, ჩემი აზრით. ამიტომ სხვა მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება 26 ოქტომბრის აქციას, 26 ოქტომბრის აქცია იყო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ამას ჰქონდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. პირველი დავიწყებ თქვენი კითხვის ნაწილით, რომ ეს იყო ინტერპარტიული და აქ არ იყვნენ მხოლოდ პროდასავლური პოლიტიკური ძალები ჩართულები. ამ საპროტესტო
ამ საპროტესტო გამოსვლის ორგანიზებაში ჩაერთნენ პროდესული პოლიტიკური პარტიები, რუსთაველის აქტიური საზოგადოება, სხვადასხვა ჯგუფები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები და საბოლოო ჯამში ამ სინერგიამ, ამ ერთობამ და იმ კამპანიურმა ნაწილმა, რომელიც ჩვენ გქონდა, მოიტანა ის, რომ ადამიანები მოვიდნენ პოლიტიკური პარტიების მიერ, ასე ვთქვათ, გამოცხადებულ ამ ჯგუფთან ერთად ცხადია, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოცხადებულ მორიგ ფართომასშტაბიან აქციაზე მოусმინეს პოლიტიკოსებს და სინამდვილეში მათ სცენიდან მოისმინეს ის თუ რას ვაპირებთ ჩვენ, რას აპირებენ ეს ადამიანები და ამას რეჟიმის პროპაგანდა როგორც ისურვებდა რომ ქონდა ან წინააღმდეგობა ან რა ვიცი ზედმეტი შეძახილები როგორც იყო ხოლმე და ასეთ შემდეგი იყენებდნენ ეს ყველაფერი სინამდვილეში გაქრა იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ გადის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე ან მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე და აქტიურ მოქალაქეებზე ხო ყველამ ერთად გაიაზრა რომ ამ ბრძოლას სჭირდება როგორც პოლიტიკური მდგენელი ამის გარშე უბრალოდ წარმოუდგენელი ამ მსგავსი ტიპის წინააღმდეგობის წარმატება ასევე სჭირდება ძალიან დიდი საზოგადოებრივი დავქოთ სოლიდარობა, რომელიც მე მგონია ყველაზე ზუსტი სიტყვა მსგავსი ტიპის წინააღმდეგობებში, რომლებიც გამართული არის ისეთი რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც მიდრეკილი არიან და ამჟღავნებენ საბჭოთა ტოტალიტარულ ინსტინქტებს. ამიტომ ხო, ეს პოლიტიკური მდგენელი, საზოგადოებრივი მდგენელი, სამოქალაქო საზოგადოების მდგენელი სინამდვილეში არის საბოლოო ჯამში სამი კომპონენტი, რაც მე მგონია რომ აუცილებელია იმისთვის, რომ ამაზე დაშენდეს თანმიმდევრული სიტყვის ერთგულების მქონე ძალიან დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ძალას მაინც იკრებს და ამის დემონსტრირება 26 ოქტომბერთან ერთად იყო ის, რომ მაგალითად 18 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც საბჭოთა საუკეთესო ტრადიციებში ჩვენ გვითხრეს, რომ რუსთაველის გზის გადასვლის გამო თქვენ წახვალთ უპირობოდ პატიმრობაში, ამ კანონმა ვერ იმუშავა. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი დაეჭერთ, ამ კანონმა ვერ იმუშავა, ჩემი აღქმით, იმიტომ რომ და ეს ასია, იმიტომ რომ პოლიციას 22 ოქტომბერს მოუწია ძალის გამოყენება, რისი ჩვენებაც უბრალოდ ქართულ ცნებას არ უნდოდა და ამასთან დაკავშირებით მთელი კამპანია ჰქონდათ, ხო, აი გეკაგელაძე ისეთი მინისტრია, რომ რაღაც ერთ ზედმეტნაბიც არ გადადგამს ერთ ძალადობრივს არ ჩაიდენს კომელაურისგან. ამოცანა არის რომ აი ამ ბრძოლის შუაზე, რასაც თქვა რუსთაველის გადაკეტვა, არ გადაკეტვა, აი აქ გადატეხო ხელისუფლება. მე მგონია რომ სწორად შერჩეული ადგილი არის და მე მგონია რომ რუსთაველის გამზირი როგორც სიმბოლო და მსგავს ტიპის ბრძოლაში სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ შორის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია და მე არ მგონია ოღონდ უბრალოდ რომ ეს მხოლოდ აუცილებლად გზის გადაკეტვაზე გადის, ხო? ჩვენ გვახსოვს ის გამოსვლები, როდესაც ადამიანებმა მაშინ იქ მიუმართეთ პროტესტის ალტერნატიულ ხერხს, ეს იყო მაგალითისთვის სანამ გზას გადავკეტავდით, ადაპტაცია მოახდინეთ და მანქანები, რომლებიც შუაში მოძრაობდნენ და ეს მოქალაქეები, სინამდვილეში მათ უწევდათ ერთგვარ საინფორმაციო საპროტესტო ველში გასვლა, ხო? იმიტომ რომ იქიდან იყო დროშები, შეძახილები, ის გზავნილები, რომლებიც გვინდა რომ ამ ადამიანებამდე მივიდეს და მე ვფიქრობ რომ როგორც მაგალითად ჰონკონგში იყო, ხო, მიღება, ადაპტაცია და ამის შემდეგ მოქმედება, მსგავსი ტიპის მიდგომები, მათ შორის მნიშვნელოვან შედეგს გამოიწვევს ცხადია რუსთაველის გამზირთან ერთად, რომელიც არის ჰონკონგი კარგი მაგალითი მოიყვანა, იმიტომ რომ არსებობს ბევრი კვლევა დღეს ჰონკონგის მაგალითი წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ მეთოდებზე აქვს. არსებობს ბევრი კვლევა, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის, მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეს ტაქტიკა უფრო წარმატებულია ვიდრე ხო, მაგრამ აი ჩვენს დროში ესეთი ეფექტური ავტორიტარიზმების წინააღმდეგ აღარ არის ხო, ამას ლაშელანს რუშვილი წერდა სხვა შორის. ამას აქვს მაგათი რომ მოსეირნე ხალხი, რუსთაველზე მოსეირნე ხალხი ვეღარ დაამხობს. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში აქ უკვე რესურსულ მიზეზებამდე გავდივართ, რომლებიც ამას განაპირობებს და რესურსულში არ გულისხმობ ადამიანების რაოდენობას, ხო, ამაში გულისხმობ ფინანსურ რესურსებს, იმიტომ რომ აქ თავარი მდგენელი, რამაც შესაძლოა აი ამ არაძალადობრივი ტრადიციული პროტესტის სახეების, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, იგივე სერბეთის, იგივე ვარდების რევოლუციის, რაც იყო, ხო, მანამდე საერთოდ განდით რო დავიწყოთ, ხო, ამ ყველაფერი შემოვიდა რეჟიმებისთვის ხელსაყრელი პროპაგანდა. და აქ ვფიქრობ, მათ შორის თქვენს დამოუკიდებელი მედიების როლს, რომელიც მე როგორც ვატყობ უკვე რეიტინგებით, ამაში უკვე ძალიან გვეხმარება მთლიან და ერთიან ეროვნულ განთავისუფლებელ მოძრაობას და მეორე, ყველა არხით, აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა ისაუბროს, უნდა მოყვეს ის ადამიანური ისტორიები, რეალურად რას გვაკარგვინებს ივანიშვილი, იგივე განათლების იზოლაციით, იგივე ევროკავშირზე უარის თქმით და რეალურად რა შესაძლებლობები შეგვიძლია ჩვენ მოვიპოვოთ იგივე ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა
არხზე ყველა ადამიანმა უნდა ისაუბროს მეტი, ძალიან ბევრს უნდა ველაპარაკოთ, ბევრი უნდა ველაპარაკოთ და მესიჯურად კი ეს ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ მესიჯი მუშაობს. მაშინ როდესაც შენ თვითონ დაიღლები უკვე აი ამის ლაპარაკით, რომ თითქოს ერთი და იგივეს იმეორებ რაღაც გაფუჭებული რადიოსავით, ხო, სინამდვილეში ხო ამას აკეთებს TV იმედი, პოსტები და რა ვიცი, სამწუხაროდ პარლამენტის თავმჯდომარე წოდებული შალვა პაპუაშვილი, ხო? ამიტომ ეს არხები არის თავიდან ბოლომდე ასათვისებელი და გამოსაყენებელი და მათ შორის პროპაგანდა არის დასამარცხებელი, ოღონდ პროპაგანდა დამარცხება მხოლოდ ერთი სიმართლით, მორალური კონტრასტის ჩვენებით, რაც მსგავსი ტიპის ბრძოლაში არის აუცილებელი და არა ივანიშვილის პარტიისეული ტრადიციებით გააწყობლებების მიღებით, რომ დღეს ერთი ვთქვი, ხვალ მეორე ვთქვი და რომ თითქოს პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, ხო, პიტერ პომერანცოვს როქს თავის სიქსში, სადაც რეალობა სინამდვილეში გაბლარულია და ამით საზრდოობს მაინც საბოლოო ჯამში იქაც პუტინის რეჟიმი, რომ კი პუტინი შეიძლება არ არის თვალ იდეალური და კარგი და ცუდია და ბოროტება, მაგრამ აი გაიხედეთ, ხო, სხვაც ვინ არავის. ჩემზე უარესები არიან. ტაქტიკა არის კი და სხვა შორის ივანიშვილი მაგას მიმართავს, განსაკუთრებით როცა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებს, ასე პოზიციონირებს, რომ მე ცუდი ვარ, მაგრამ ანუ ალტერნატივას არაჩვენებს და თქვენ საერთაშორისო ასპარეზი ახსენეთ და აქაც მე მგონია მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ როდესაც ბოიკოტზე და ბოიკოტის წარმატებაზე ვსაუბრობთ და მე ვთვლი რომ ეს იყო წარმატება, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა რეჟიმმა იმისთვის, რომ ჩვენ მას მიიღო მრავალპარტიული პარლამენტი და ეს ვინ და გიორგი გახარიანი ყველაზე კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას უნდა ახსოვდეს, ხო? 20 წლის არჩევნების შემდეგ ის ვერ შემდგარი სამწუხაროდ ბოიკოტი, როგორ მუშაობდა მაშინ მისი ხელმძღვანელობით იგივე საჯაროდ იგივე კულისებში ქართული ოცნება იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკური პროდასალური ძალები მაშინ პარლამენტში შეეყვანა, რაც სამწუხაროდ შედგა, თუმცა ამ ბოიკოტმა იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანი თანმიმდევრული გზავნილები და მოქმედებები გქონდა და როდესაც ჩვენ, რა ვიცი, ევროკომისიის პრეზიდენტს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა თანამდებობის პირებს ესაუბრებთ, აქ მეტი ძალა ყოველთვის ჩვენს გზავნილებს, ჩვენს მოქმედებებს ყოველთვის აქვს მაშინ, როდესაც ისინი ხედავენ იმას, რომ მათ ესაუბრება არა 2-3 პარტია, არამედ მათ ესაუბრება ყველა ის პროდასალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მომავალში ეს ქვეყანა მართოს კოალიციურად. ეს მათთვისაც ერთგვარი დამზღვევი ეფექტია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ სიამდვილე შეთანხმება და მათ აქვთ ამის უნარი და მეორეს მხრივ, ამით ჩვენ ვახდენთ ძალის დემონსტრირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მადლობა ძალიან დიდი.